უნიკალური ექსპონატები, მოგონებები და თითქმის 2 საუკუნოვანი ისტორიული სახლი აკაკი წერეთლის 185 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით დაიწყო. მოამბე საჩხერეში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმს სტუმრობდა, სადაც აკაკის პირადი ნივთები და საოჯახო ნივთები ხელუხლებლად არის დაცული. საიუბილეო წელს ისტორიული სახლის სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს. აქ დაიბადა სულიკო. გრძელდება მწერლის სახელობის მუსიკალური ფესტივალიც, რომელსაც აკაკი წერეთლის მშობლიურ მხარეში უკვე მეორედ ატარებენ. ორ საუკუნოვანი ისტორიული ნაგებობა და ადგილი, რომელიც აკაკი წერეთელზე ყველაზე მეტ მოგონებას ინახავს. მის მშობლიურ მხარეში, საჩხერეში პოეტის დაბადებიდან 185 წელს აღნიშნავენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის სახლ-მუზეუმს ჩვენც ვეწვიეთ. მასპინძლობას ამავე მუზეუმის დირექტორი 86 წლის ცეზარ ლაშხი გვიწევს. 2003 წლიდან ამ მუზეუმის ხელმძღვანელია. შესაბამისად, მისთვის აკაკის საუბარი ემოციურია. ამ სახლით იწყებს აკაკი თავის ავტობიოგრაფიას და ამბობს აი ამ შენობაში, ამ უშნო შენობაში, რომელიც არც ციხეს გავს და არც დარბაზს დაუბადებული ვარ მე 1840 წლის განთიადისას 21 ივნისს. ეს სახლი აკაკის დაბადებამდე 6 წლით ადრე, 1834 წელს როსტომ წერეთლის დაკვეთით ბერძენ ხელოსნებს აუშენებიათ. ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მსახურები ცხოვრობდნენ. მეორე სართული კი სტუმრების დარბაზ, 4 საძინებელ ოთახსა და აივანს აერთიანებს. თითოეული ოთახი წერეთლების ოჯახის პირად ნივთებს, ბიბლიოთეკას და ისტორიულ დოკუმენტებს ინახავს. აქ წარმოდგენილი ნივთები უძველესი ოჯახისეული გახლავთ. ყურადღებას გავამახვილებ აკაკის ბავშვობის დროინდელ სარკეზე, რომლის შესახებაც მგოსანი საინტერესო მოგონებას იძლევა თავის თავგადასავალში და ფილმშიდაც აკაკის აკვანში გადაღებულია ეს საინტერესო სცენა აკაკისა და როსტომის საუბარი სარკესთან. კუთხეში არის აკაკისეული ჭადრაკი, რომლითაც მას უთამაშია საფრანგეთში გრიგოლ გველესიანის ბინაზე. შემდეგ ამ ჭადრაკს მიაკვლია ქართველმა კოლექციონერმა, კარგმა ქართველმა მამულიშვილმა, გვარად სარიშვილმა, რომელმაც შეიძინა და უსახსოვრა მუზეუმს. შენობა თითქმის 2 საუკუნეს ითვლის. სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები 2005 წლიდან 2010 წლამდე ეტაპობრივად მიმდინარეობდა. გადაიხურა შენობა, შემოიღობა ტერიტორია, შეკეთდა ყველა დამხმარე ნაგებობა. რესტავრაცია ჩაუტარდა თითოეულ ოთახს, გარდა ერთისა. აკაკი წერეთლის ოთახს, სადაც დაიბადა და უკანასკნელი წუთებიც აქ გაატარა. ზუსტად ისე ხელუხლებლად არის წარმოდგენილი ყველაფერი, როგორც ადრე. მგოსნის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში იყო. სიცოცხლის ბოლო დროინდელი საწოლი გახლავთ, რომელზეც აღესრულა იგი 1915 წლის 26 იანვარს ღამის პირველ საათზე. ბუხრის თავზე გაჩერებული საათი სიმბოლურად მისი გარდაცვალების დროს აღნიშნავს. საწოლთან დედის სალოცავი კუთხე გახლავთ, მშობლები მორწმუნენი იყვნენ. ეს მისი სიცოცხლის ბოლო დროინდელი სამოსი გახლავთ, ტანსაცმელი ფრანგულია, ფეხსაცმელი ამერიკული წარმოების ფორმა, ფერი, ეს ყველაფერი მეტყველებს პოეტის გემოვნებასა და ეპოქის სტილზე ერთმანეთთან არის შერწყმული. როგორც გარეთ ისე ჩამოდიოდა განსაკუთრებით მის ოთახში, სადაც დაიბადა და სადაც გარდაიცვალა წალი და მოვიდა ხსნა ბატონი ბიზინა ივანიშვილის მეთაურობით და მუზეუმს, არა მარტო შენობას, მთლიანობაში 2005 წლიდან 2010 წლამდე აბსოლუტურად თუ რამე იყო გასაკეთებელი, ყველაფერი გაუკეთდა. ამ მხარეს სტუმრები ყოველწლიურად მრავლად ყავს. განსაკუთრებით პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მის მშობლიურ მხარეში ეცნობიან. პოეტის სახელის უკვდავსაყოფად მის მშობლიურ მხარეში არაერთი ღონისძიება და საგანმანათლებლო აქტივობა იმართება. მათ რიცხვს მუსიკალური ფესტივალი აქ დაიბადა სულიკო შეემატა, რომელიც საჩხერის კულტურის სახლში მეორედ გაიმართა. აკაკი არის ძალიან ჰაეროვანი, მთლიანად ლექსებიც კი თითქოს გამღერებულია და როგორც უკვე აღნიშნეთ, ძალიან ბევრ ლექსზე არის სიმღერა შექმნილი. მათ შორის ერთი და იგივე ლექსზე 4 და 5 სიმღერაა შექმნილი. განთიადი, ჩონგურსინები გაუბი, არის სხვადასხვა ვარიანტები.
და მიზანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც იყო, რომ კიდევ უფრო მეტი შეიქმნას. ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დავაწესეთ, ეს არის ახალი სიმღერის შექმნა. კონკურს ფესტივალში წელს მონაწილეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 25-მა, როგორც სოლო შემსრულებლებმა, ასევე გუნდებმა, დუეტებმა და ანსამბლებმა მიიღო. თითოეულმა მონაწილემ აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. ჟიური კი სხვადასხვა ნომინაციაში წელს 14 გამარჯვებული გამოავლინა. ძალიან საინტერესო შემადგენლობა იყო, მრავალფეროვანი გუნდები, ანსამბლები, სოლისტები და რაც თავარია, ახალი ნაწარმოებებიც დაიწერა, იყო ტრადიციული ვარიანტებიც, იყო ახალი შესრულება, ახალი მიდგომა უკვე ცნობილ სიმღერებზე და რაც ძალიან კარგია. ძალიან გაგვიხარდა, ძალიან კარგი ემოციებით ვართ. რა თქმა უნდა, პირველად ვიღებთ ამ ფესტივალში მონაწილეობას და საოცარი გრძნობები გაგვიჩნდა, იმიტომ რომ ძალიან გაგვიხარდა საუკეთესო დუეტად რომ გამოგვაცხადეს. კონკურს ფესტივალი აქ დაიბადა სულიკო. აკაკი წერეთლის დაბადებიდან 185 და გარდაცვალებიდან 110 წელს მიეწყნა. სხვადასხვა ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები წლის ბოლომდე იგეგმება.